მოვეფეროთ ერთმანეთს, რადგან ჩვენი სტუმარია ყველასათვის უსაყვარლესი ქართველი ბარდი თემურ ცაგურია. როგორ ზანდებით ბატონო თემურ, რა შვებით, რა საქმიანობთ? მივალო მიყვები ამ გაიხარეთ. არ ვიცი, ბევრმა იცის თუ არა, რომ ბატონი თემური არის იურმალას კონკურსის პირველი გამარჯვებული ჩვენი უსაყვარლესი ბატონი თემურაზი და შეგვიძლია მაშინ ვერ მოვახერხებდით ჩვენ ვერანაირად აპლოდისმენტებით დაჯილდოებას და დღეს შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს ამბავი. თუ გახსოვთ რომელ წელს იყო ეს ამბავი? ეს 78 წელს იყო და მაშინ ერქვა ამ კონკურსს ოქროს ქარვა. ოქროს ქარვა, კი ბატონო, ბალტიის პირისპირ. ლიეპაიში იმართებოდა. და შემდეგ გადმოინაცვლა მომავალ წელს უკვე იყო იმაში ძინტარაში და უკვე დაერქვა იურმალას. ზიტარაში, კი ბატონო. სულ ერთია, მაინც ერთი და იგივე ჟური იყო, რაიმონდ პაულსმანი. ეს პირველი, ანუ ფუძემდებელი იყო იურმალას კონკურსის პრაქტიკულად. გადასარევი ამბავი, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცოტა დაგვიანებით, სულ რამოდენიმე 50 წელი დავაგვიანეთ, მაგრამ გილოცავთ კიდევ ერთხელ გულით და სულით. ძალიან საინტერესო გვარი გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძირძველი მეგრული გვარია, ცაგურია, გურია, ფაქტიურად გურის სას ნიშნავს, ხო? ეს ნიშნავს ცის გულს. გური არის მეგრულად გული. და ცა არის кейსით რა არის ცა? ცის გული ვარ. და სოფელი რომლიდანაც ცაგურიები არიან, გურძემია დიდი გული. და სულ გულებში ვარ. ოხ, ესე იგი, იმიტომაც ბღერით ასე გულიანად და კარგად. და ისე ცაგურია, როგორ ითარგმნება ესეც? ცაგურია, აგურია, გურია, ურია, ია. თვითო გვარის, ის როგორი ამაყია ლიზი შეხედეთ. კი ბატონო, ესე იგი გიტარაზე უკრავთ ბატონო თემურ ძალიან კარგად და თან ხართ წყალბურთელი. წყალბურთელი ვიყავი, სანამდე რერომ არ გამიტაცა იმაში. წყლიდან გაგიტაცათ ხო? კი ბატონო და ფაქტიურად ეხა გიტარაზე კარგად უკრავთ, კარგად ცურავთ. თქვენ შეგიძლიათ ახალი სტილი შეიმუშაოთ, სპორტული, ცურვა, გიტარისა და სიმღერის თანხლებით. და იქაც ჩემპიონი გახდებით აუცილებლად. თბილისის ზღვაზე დავდივართ. ჩვენ მთელი ზამთარი სხვადასხვა დავდივართ. არის ესეთი დადიხართ თუ თან ცურავთ? რომლებიც ცურავთ. ზამთარში. ზამთარში როდესაც ივა დიდხანს ვერა, მაგრამ ეხლა უკვე გაიხსნა სეზონი და შევცურეთ უკვე 20 წუთი უკვე წყალში ვარ 40 წუთი. ესე ყველაფერში ასეთი ყოჩაღი და წარმატებული ბზანდებით თემურ ბატონო გაიხარეთ. ფაქტიურად ეს გვიბიძგებს ჩვენ იმისაკენ, რომ ბატონ თემურს ვარსკვლავი წყალში გაუხსნათ, ხო? არა მეცაში მაგუვე დიდი ხანია გვიცი ციური ვარსკვლავი დიდი ხანია გახსნილი გაქვთ როგორ ფიქრობთ ახლა დღემდე როგორც აღმოჩნდა კარგად ცურავთ როგორც ვიცით ყველამ კარგად მღერით და როგორ ხართ ახლა თქვენ სიმღერებში უფრო კარგად ცურავთ თუ წყალში სხვათაშორის კარგი მაგას დავფიქრდები და მეორე მოსვლაზე გიყავთ. ზე მეორე მოსვლას დაბევებული ყავს მეორე სტუმრობა. კი ბატონო და ისე ეს წყალში სიმღერა და გიტარაზე დაკვრა უკვე გავარკვიეთ, მაგრამ ისე ყველაზე უცნაურ ადგილას სად გიმღერიათ, ან სად შეგიქმნიათ სიმღერა, ან ლექსი სად დაგიწერიათ? ნუ ზღვაში მაქვს დაწერილი რამდენიმე სიმღერა. ესე იგი კეფტკი, მაგრამ მაინც გეტყვით, ესე იგი მე ექსტრემალი ვარ, 40 წლამდე გადაწყვეტილი მქონდა ნებისმიერ ღელვაში შევდიოდი ზღვაში და მარტო ნაპირზე კი არ ვიყავ 5 კილომეტრს ვცურავდი იქ ჩინი და იქ მარტო რჩებოდი ზღვასთან. და აი მაგ დაწერილი ზოგიერთი სიმღერა ზღვაში წყნარ ზღვაში მაგ დაწერილი და მართალი კალამი არ მქონდა შეგით რომ ეს ჩამეწერა ეს ყველაფერი, მაგრამ რომ მოვდიოდი სახში მე ვიწერდი. იმახსოვრებდით ესე იგი. ყოჩა, აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ბატონო თემურ. ერთი ის არის დიდად ამჯერა, მაგრამ ამბობთ ხოლმე ხშირად რომ რაღაცა მავიწყდებაო ჩემი ასაკიო.
და მოდი ესე რომ არ კითხოთ, აი ბოლოს ტორტი რომ ჩააქვრეთ, რამდენი სანთელი იყო? მაგი არ ვიცი და პასპორტი მაქვს ისე გადამალული რომ მე თვითონ ვერ პოვულობ. ისე სხვათა შორის თქვენი არ იყოს და მეც ხშირად მავიწყდება ხოლმე ჩემი ასაკი, მაგრამ რადგინდა ვინდა გავიწყებს. აბა ესთვის ვარ მე აქ. აგერ ბატონო. ესე იგი 30 წელზე მეტი იცხოვრეთ ამერიკაში, ხო? საკმაოდ დიდი დროა და ახლა ასე ხომ არ მღერით ამერიკული აქცენტით რომ წავიმღეროთ თქვენი სიმღერა დაუკარით. სხვათა შორის ამერიკაში მღეროდი მეგრული აქცენტით და ეს იყო დაუკარით მეგრული აქცენტით როგორ გამოვიდოდა ის? დაუკარიეთ. ძალიან კარგია და ესე იგი 7 წლამდე ქობულეთში ცხოვრობდით. 7 წლამდე ქობულეთში ვიყავი, ხო ეს მე 30 წელი ამერიკაში სახლობდით. და ქობულეთი რა ტრანსპორტი გადის, ხომ არ იცით, ვაშინგტონისკენ და ნიუ-იორკის? ტრამვაი გადის. გადასარევი ამბავია. ესე იგი, თუ ყოფილა ესეთი ამბავი, რომ აი ხასიათზე არ ყოფილხართ და ესე იგი მღერიათ მაგალითად არ დაუკრათ. თორე მე უკვე გვიანი იქნება. ყოფილა ეგეთი ამბავი. არა, სიტყვები არ შემისვლია, მაგრამ ისე დაჭღანული ვიყავი რომ შეუჭრებია. ბოდიში და რადგან თქვენ თქვით თვითონ ესე დაჭღანულად როგორ იმღერეთ ეგ სიმღერა. ვილების. კი ბატონო, ესე იგი გავიგეთ კულუარულად რომ თქვენი ოცნება არის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტის ჩატარება და მე მგონი ეს არც ისეთი აუხსნელი ოცნებაა და შემდეგ გასტროლებით მოგზაურობა და თუ არის ამის საშუალება, იქნება ეს გასტროლები ჩვენი სტუდიიდან დავიწყოთ და ერთი სიმღერა აქ მოვიმღეროთ. კი ბატონო. ჩვენ შეძლებს დაგვარად ჩვენს ამოგიდგებით ხარში. იგენ აქ დავდგეთ თუ იქ დავდგეთ. ეხლავე მაგას მოგახსენებთ ყველაფერს რამე თუ გაქვთ კიდე მოსაყოლი თუ გაგახსენდათ. ხო, ერთი ამ სიმღერაზე რომელსაც დღეს ვიმღერებ, მაგ ერთი მოსაყოლი. იმაზე ყიზლარზე როგორ დაიწერა ეს სიმღერა, ყველაფერი მოყოლული მაგ და ამიტომ არ მინდა გავმეორდე, მაგრამ ერთი მომენტია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მომენტია, რომელიც მინდა თქვენ მოგიყვეთ. ესე იგი, ვაჟა გავაშველი მყავდა საწყერი გადაიცვა ნათელში მისი ხსოვნა, გადასარევი კაცი, ესე იგი, ერთად მუშაობდით პრესენტში და ესე ლიტერატურა, ხელოვნება, თეატრი იცოდა გზედმიწევნით კარგად. და ერთხელ მე მირეკავს და მეძახის და მეგობრო, და მოდი ჩემთანო და მივედი სახლში და ვხედავ, ესე იგი, თენგიზ არჩვაძეზის იქა, თენგიზი და ლეგენდარული ბატონი თენგიზი. გადასარევი პინო, ღვინო, ლეჩკამ ესე იგი დედამისმა გააკეთა ლელამ და ესე გვეფერებიან ხალხი და სამნი ვარ და სამნი ვარ და მაგრად ვკეითობ და მე ვაჟამ თხოვა რომ ერთი უზმახავრის მეცხოვრის სიმღერა იმღერაო და ვიმღერე ეს სიმღერა ახტა ესე იგი ადგა თენგიზი მოვარდა და გადამკოცნა ეს რა სიმღერა მიმღერეო ბიჭო და აი ესე იგი სიტყვები ისა ლექსი ის ვისი სიმღერა არის მე ვთქვი მზია დიაკვნიშვილის სიმღერაა და ლექსი ვისიაო ლექსი ჩემი ამეთი კიდე ერთხელ გადამკოცნა და შემდეგ ქეიმღერა მაგრამ თვითონ მღეროდა კი ბატონო ძალიან კარგად ესე მოეწონა ეს სიმღერა რომ აი ესე დამთავრდა ჩვენი ქეიფი ჩავეხუდოთ ერთმანეთს მოვეფერეთ და გადასარევი საღამო იყო აი იმ ხსოვნას გაუმარჯოს ჩემი თენგიზის ჩემი ვაჟას უმაგრესი ადამიანების და მე მგონი აი ეს ლეგენდარული სიმღერა ვიმღეროთ ერთად მაშინ კი ბატონო თუ თქვენი სურვილით იქნება კი ბატონო
ყველასათვის უსაყვარლესი ქართველი ბარდი თემურ საგურია. დიდი მადლობა.